ხინგალი. 11 წელში დაგატანებდი. ასე ხარ გამოდის ეგ. პირველ ვერდებზე ეგრე იყო. ხარ დაიწყო ნინო შუზე სიმღერა. აი ვივალდის უსმენ. უცბად რო შეგაგდო მოლში და დაიწყო. რატო არ უნდა იყო ეგ ყველაფერი? ხვალ დღის სამჯერად იყვება. გეთი ამბები არ მიყვარს. და დღეში ხარ რომ აგინებ. არო არითაკილეთ ეგ კაი ამბავია. ქართულ ხალხს არ ველაძები ერთმანეთს შეტოერება. არის რა მეუარე. კოუჯი. კაი სალამი საფეხბურთო იზოლაციიდან ეს არის ბაასის რიგით მე-4 ეპიზოდი ოფ იმდენია რომ ვეღარც ვიცი ხო და ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბანალური გამოცხადება არ მიყვარს მეთქი ყველა დასაწყისში შეგრევა ხოლმე და ხეიც რა უნდა მეთქვა აი ყველა ისინი რა მამაგეიშვილი და თქვენი გარჩეთ რომელი ანუ გიზი მამაგეიშვილი მადლობა რომ მოხვედით ხარ ჩვენთან ერთად და თან როგორ ხარ მადლობა შენ მოწვევისთვის კარგად ვარ, არა, კარგად ვარ მუსიკა. ხო, ის ეხა აგერა აქ ეს. ვერ ჩერდები, ეხას ვერ ჩერდები, გაქცევა მინდა რა. არა, ნორმალ. მოდი, მაშინ შევეხოთ ეგრევე წითელ ბარათს. რა ხდებოდა? ჯერ შენ რა გინდოდა და იმას რა უნდოდა, მე ეგეც გითხარ. ანუ ორი თამაში მაქვს 7 ნომერთან როგორი ჩხუბი მიდარ იყო ეგ ფეხბურთი რა გავწდებოდით უეჭველი ჯარიმა იყო და ეგ მომენტი იყო უბრალოდ რომ აი 2-0 ვაგებდით ჯარიმა იყიდა კიდე მაგათან გავაცნობიერე რომ ეგ იყო და თავზე რომ დამახტა აი ინერციით მოვიშორე ფეხით რა არც მეგონა მე რომ წითელს მოცნან უბრალოდ ეს რაღაც შეეხლა შემოხლა რომ იყო ალბათ დრო ქონდა რომ თავის არბიტრებთან რაღაც გასაუბრება ქონოდა და იმათმა უთხრეს რომ წითელი მიეციეთო რა ალბათ თავიდან არაპირებდა რა და აი ეხაც პასუხი მოვიდა ორ თამაშიანი არის მეორე თამაშიც ეხა თბილისში ვერ ვითამაშებ 29-ში არის და ხო ნუ საშინელებაა რა რომ დაგაბანდა გაყურებინო რომ ძმაკაც როგორ ცემე რა ეგეთი ხო ამბავი არის რა იცი რა არის შენს წინ ყავდა მე გაგნო და ნუ ხა ის მაინც ითამაშა პირველად 21 ევროპის ჩემპიონატზე და მეორე ევროპის ჩემპიონატი მოგიწია შენ. თან აქტუალური თემაა და მაგასაც რომ შევეხოთ უშუალოდ განა ემოციებზე და იმ რაღაცებზე რაც ხალხმა იცის და შეიძლება ბევრმაც შენ კითხა ინტერვიუებში და შეიძლება მე არ მოგხსნა ნახე. აი იმ წაგების მერე თავს როგორ გრძნობდი, იმიტომ რომ ხო იცი რომ ხრივი როა ხომ წაგე, მაგრამ ეგ ხდება. ეგ იყო თუ არა? არა, კმაყოფილება არ იყო რა. იყო ის შეგრძნება, რომ იმ ხელა რაღაცა გამოგვაცალეს ხელიდან, რომ უკვე იქ ვიყავით ჩვენ რა. ანუ ჯერ გამოაცალეს და აღარც გეგმავდა და დავდებოდა. რაღაც მომენტში ანუ ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი რა. ხო, რთულია მაგ დროს გაცნობიერო ზოგადად პლეიოფში გახვედი რაღაც მერვე ფინალებში ხარ. ძალიან რთულია მაგ მომენტში შეიგრძნო ეგ ყველაფერი რა. ალბათ მაინც პროცესს მიყვები და იგებ და უნდა შეინარჩუნო ეგ მოგება. არ ქონია ის რომ აი სულ დამთავრდა 95 წუთზე ყველაფერი. თამაში რომ მორჩა, ყველას ის განცდა ჰქონდა რომ რატო არა პორტუგალია თუ საფრანგეთთან ჩვენ რაღაც ბოლო მომენტში გავუშვით ხელიდან მოგება რა და მე ეს აი უბრალოდ ისე მოხდა რომ პორტუგალიასთან იმ მომენტშივე დავკარგეთ სადაო რომ კაცი გაგვიგდეს თორე ამგონია რომ სხვანაირად მოხდებოდა ყველაფერი რა იმიტომ რომ რაღაცა ხო ნოდიშა ხო და იყო ის მომენტი რომ სანამ იმედი გაქვს ალბათ ყველა გრძნობს მაგ ყველაფერს გულშემატკივარიც რა გარედან იგრძნობა ეგ ალბათ ჩემი აზრით ყველაზე მეტად და შიგნიდან კიდე უფრო მძაფრად იგრძნობა როდის გაქვს ის შეგრძნება რომ გამარჯვებული და რაღაც მოგებულის მენტალიტეტით გადიხარ, როდის რაღაცა შედარებით მზად ხარ და მზაობა გაქვს იმისთვის, რომ წააგო და ეგ შეგრძნება არავისი არ იყო. და ყველაზე მეტად ეგ მე სიამოვნო, რომ საფრანგეთთან 2-1 იგებ 95 წუთზე წააგე თამაში, რაღაც ძალიან მინიმალური შანსი, იმიტომ რომ პორტუგალი ხო გრანდია ეხა რა, ყველა და დამეთანხმება, რომ თუ ორსტები წინა წლებში ჩემპიონებიც ხდნენ გამყრები ხო რა. და ანუ ეგეთ ნაკრებს ეთამაშები. 21-ში ვის ყავდათ? ვიტინია ყავდათ, ბოლოსინა 21-ში და ის რა ქვია. ვინ არის ვიტინიას რო შევეშოთ PSG-ში შუანახევარმცველი. ღმერთო ჩემო. PSG-ში შუანახევარმცველი ირა. პორტუგალიელი? ხო. ირას რო ეუნები ისე მითხარი რომ ფეხბურთი არ იცის. დაღმარა. ისე დაუბრუნეთ ხო. გაიგზელე. ეხლა რო ითქვა ანუ. ხო და ეგ მომენტი ანუ შიგნიდან ისე იგრძნობდა რომ ყველას იმედი ქონდა რომ წმენა ქონდა და გავედით უბრალოდ ცუდი ინციდენტი მოხდა ეგ რა რომ ვერავინ ვერ შეხვდებოდ ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით მაგ ყველაფერს რომ ათიკასით მოგვიწევდა სადღაც თავიდან გაგრძელება რა მაინტერესებს
რამას სვანაძის განა ფილოსოფია ან განა სამწვრთნელო პროცესი უშუალოდ ის მეტი კონკრეტიკა რაც უკავშირდება ბიჭების მენტალობას და ფსიქოლოგიას. იმიტომ რომ გარდა იმისა რომ შეიძლება კი კარგად თან ეხლა სულ რამდენი ქონდათ მოსამზადებელი პერიოდი ის დრო ხო რაც არ უნდა ხო ეგ არ იყო მოსამზადებელი იყო ის პერიოდი სადაც თამაშებს თამაშობთ და იმ კონკრეტული თამაშებისთვის ვემზადებოდით რა და ის მომენტი წინა 21-დან განსხვავებით ჩვენ არ ქონდა იქ მზაობა რომ შევხვედრილიყავით ზუსტად ევროპას ჩვენ ვიბრძოდით ყოველ დღე რომ მოხვედრილიყავით ევროპაზე და ეგ მზაობა ქონდათ წინა 21-ებს და რაღაც მომენტში გამოჩნდა ზუსტად ეგ რომ ისინი მზად იყვნენ იმისთვის რაც გააკეთეს და ჩვენ ზუსტად ეგ მზაობა დაგვაკვდა რა შესაბამისად აქ მე წინა პლანზე გადმოდის ეგ საუბრები მენტალური ნაწილი და კარგად დაფიქრდით ან აი რით არ ვაკეთებ შედარებას სხვა მწვრთნელებთან. უბრალოდ რით გამოარჩევდი რამასვანიდეს და რატოა ერთ-ერთი ტოპ მწვრთნელი საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ბევრჯერაც თქმულა და მეც მაგრად მწამს და მგონია რომ ნებისმიერ ტოპ 5 ლიგის ჩემპიონატში რამასვანიდეს შეუძლია რომ იყოს ხო, აი კონკრეტულად რო თქვა. ფსიქოლოგიური მომენტი არის ის, რომ ყველაზე კარგად ნდობა მოიპოვა მწვრთნელის შემთხვევაში ფეხბურთელის რა, იმიტომ რომ იმ მომენტში თუ ფეხბურთელს შეინიჯერა, ალბათ ყველაზე მეც მაშინ გააკეთებს. ალბათ სვანას აქვს ყველაზე მეტი ეგ, რომ ფეხბურთელს მიაწოდოს ის ინფორმაცია ყველაზე ადეკვატურად და დაალაგებულად და შეიგრძნოს იმ დავალების არსი. და ეგ არის ეგ საიდუმლო ალბათ, რომ ღრმად და კარგად იცოდეს დავალება, რასაც აკეთებს და ეგ ფსიქოლოგიური მომენტი უკვე განწყობას გიქმნის, რომ გააკეთო ის, რაც გევალება რა. ეგ არის ალბათ ის ფსიქოლოგიური მომენტი. შენ თუ შეიძლება რომ რაიმე კონკრეტული გაიხსენო, რაც pitch ითვალისწინებს. აი რამე თუნდაც რომ ციტირება გააკეთო რამას სვანაძის. კარგად დაფიქრდი მე ბატონო რამას არ ეწყინოს და მანამდე მეც გამოვიყენებ დროს და გეტყვით რომ ჩვენი სპონსორია ორი კათხა, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში კუპრაძის 52 ნომერში და აქ შეგიძლიათ რომ შეიძინოთ 4 სახის კრაფტ ლუდი, ესენია ლაგერი, პილსნერი, ხორბლის ლუდი და API და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც არის ქართული და ევროპული სამზარეულო. ქართული სამზარეულოდან რა საჭმელი გვაქვს ყველაზე მეტად. ხინგალი. 1000%-იანი ხარ. შენ ჩემს გუნდში მოხდებოდი. 11 წელში და გადაგებდი. კაი. ვერ ვიხსენებ, მართლა ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ ყველა თამაშის შემდეგ, ყველა თამაშამდე იყო კონკრეტული ისეთი სპიჩი, ესე რომ ვთქვათ, რომ იმ მომენტში და რაღაც კონკრეტულ მოცემულობაში ძალიან გვეხმარებოდა და ის კონკრეტული იყო რა და რაღაც აი მართლა არ მაქვს გადმოყოლილი, გადმონაშთი. იცი რა არის რა მომეწონა, რომ კონკრეტული. მაგალითად ხო ბევრი ესე კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები გვინახავს ხოლმე მწვრთნელებისგან და ჩვენს ლიცენზირებას და ზოგადად რასაც ასწავლიან და ქადაგებენ არის ხოლმე ეგ რომ არის საუბრო ბევრი, იმიტომ რომ მე უკვე უინტერესო ხდება და მეტი კონკრეტიკით რაც აი რაღაცა გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. რაღაცა ეგ ვარიანტში და მგონია რომ რამასვანაძეს ეგ ისედაც ჰაბიტუსზე რო შეხედავთ, თუნდაც აი გოლი რო გადის და როგორც აღნიშნავს ხოლმე, ან რო არ აღნიშნავს ხოლმე, ეგრევე მჩნევა რომ ეგეც ძალიან გაწონასწორებული ადამიანია და მაგამ ბავშვიც გონია რომ ძალიან ძლიერი უნდა იყოს. ხო, ანუ შიგნითაც რო გითხრა რა, არის მომენტები თუ მაგას ვეხევით რომ ზუსტი სიტყვა უნდა ითქვას, ზუსტ დროს თეორიები არის აქვთ ხო მწვრთნელებს აქვთ 1 საათიანი და ისეთი რომ ტრიალებს ერთ და იგივე რაღაცები ძალიან ბევრი კონკრეტული რაღაც აქვს და არც ისე დიდი დრო ჭირდება მაგ კონკრეტულის გადმოსაცემად რა და ვფიქრობ რომ მაგ დროს უფრო მეტი კონცენტრაცია გაქვს და უფრო მარტივად იღებ და კარგად იღებ მაგ ყველაფერს რა და ეგ კონკრეტული დავალება მე რა თქმა უნდა გეხმარება, მაგრამ აი ეს თეორიები რაც აქვს რა და 20 წუთი გრძელდება, 25 წუთი გრძელდება, მაგრამ სულ ჩართული ხარ იქ რა და არ გბეზრდება და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც რა. შენ თუ გახსოვს ბავშვობაში რამე თუ იყო ისეთი რაც ესე განსაკუთრებულად არ გამოგდიოდა და მწვრთნელს ვთქვა რომ აი მას ეს არ გამომდის და მინდა რომ ამაში მოვუმატო. თუ ქონდა ხოლმე ეგეთი რაღაც. ბავშვებში შეიძლება ხოლმე რა მარცხენა ფეხს ვერ ვარტყავენ ყოველთვის მიწევდა ყველაფერზე ზედმიწევნით მუშაობა რა არ იყო ეს კონკრეტული რაღაცა რაც ძალიან კარგად გამომდიოდა არასდროს არ გამომდიოდა კარგად კაცის მოტყუება არც ეხა არ გამოდის ეგ არასდროს არ გამომდიოდა კარგად მარჯვენა ფეხი მარცხენა ფეხი თავით ანუ ყოველთვის მუშაობდი კომპლექსურად ყველაფერზე რა და ეგ მომენტი მქონდა რომ ყველაფერში კიდე უკეთესი უნდა ვიყო აი ეს კონკრეტული არაფერი არ მქონდა ოკეი თავისუფალი დროის გატარება
როგორ გიყვარს ხოლმე ჩვენ პადელი უნდა ვითამაშოთ და მაგას რაც შეეხება, მაგის გარდა სანამ მაგას შევეხებით, არის თუ არა ისეთი რამ, რაც თავისუფალ დროს აი ისეთ დროს გულის, აი ვარჯიში რო არ გიწევს ყველაფერი, რომ ზედმიწევნით გაკეთებული გაქვს, რომ აი ეხა რა უნდა გააკეთო. FIFA, Netflix-ი ასე შემდეგ. ხო, არის მომენტები, რომ ფიქრობ, როცა ხანდახან დასვენება საჭირო, წიგნს ვკითხულობ, წამოწევი, მუსიკები მიყვარს ძალიან რა. კიდე ხა ყოველთვის ცუდი შეკითხვა დაგიცა? ბოლოს რა წიგნი წაიგე? ეხლა ვკითხულობ ლიოსას ძაღლები და ქალაქი ან ქალაქი. ოკეი, ამიტომ სხვათა მე არ მაქვს ეგ საკითხი. ხო, და არ მაქვს საკითხი. ხო? ხო, რაღაც პერუს ამბავი არის რა. თან მე მგონი წერლის ბიოგრაფიასავით არის იდეაში მე მგონი. პირველ ვერდებზე ეგრე იყო. და ეხლა სადღაც შუაში ვარ რა. მაგრამ კაი, ცოტა მძიმე არის სხვა შორის. ხო და ეხლა ეგ უნდა მეკითხა. და ეგ ზოგადად ეგ ავტორი ძალიან მძიმეა თავიდან ბოლომდე და მე მაინტერესებს, აი წარმოიდგინე ეხლა მე რა შორს წავიდი მე. ხო, რა თქმა უნდა. მე კაი ხანია ესე არ დამჯდა რო არ წამიკითხავს არაფერი და ეს ჩემი სირცხული, მაგრამ ყოველთვის როცა ვკითხულობდი ხოლმე მაშინაც, ანუ ეხაც გინდა სტატიას, ყოველდღურად სულ რაღაცებს ვკითხულობ, როგორ არის. კონცენტრაციის ნაკლებობა ხო გვაქვს მაინც ჯენზის, ეხლა შენც ჩემთან ხარ რა, 2 წელი არც იქით არც აქეთ რა. ხო და აი მაგას რას ვშვრები ხო? ხო, არის მომენტები ახლა სამჯერ მიწევს ერთ და იგივე გვერდის კითხვა რა. თან თამაშის მე ხო და ეგ არის მაგროს ნო გადადო რამე არ შემიძლია. მაგროს უკვე მუსიკების ამბავია და თამაშებზე თან ხო იცი რომ ტვინში რო რაღაცა ჩაგებეჭდება და ეხაც რა. ეხა ვკითხულობდი, არ ვიცი როგორ მოვახერხე მართლა. თამაში წითელი რო ავიღე, უკვე ვიცი რომ დისკვალიფიკაცია უნდა მივიღო და შემდეგ ეტაპს ვსწავლებ. მაგრამ რაღაც მომენტში ვფიქრობ რომ ჩემპიონთა ლიგიდან კონფერენციაზე იქნებ არ გადავიდეს თავს ვიტყუებ რა. და ხო მაგას ვფიქრობ რომ აი რო გამოვარდით იქნებ ეგ მომენტი იყოს თქო და დაუჯექი და თვითფრინავ მთელი გზა ვკითხულობდი რა მაგას რა ერთი რა 150 ხო ნუ ვირთობ თავს წიგნით რა ეგრე ან მუსიკებს უსმენ ან წიგნი რა ხო და ეგ იყო რომ მაგ მომენტში არ ვიცი კონცენტრაცია როგორ შევინარჩუნე მაგრამ სხვა დღეებში არის რომ ვიშლები ვაი ვარჯიშს ეს რომ რაღაცა გოლს ვერ გავიტან შეიძლება წიგნის ან რაღაცის კითხვის დროს მაგაზე ჩავაჭირო და ვერ ვკითხულ და გადავარდო რა ხო ფლეშბექი მოგარტყას ხო და ეგ მომენტები არის ხო ეკანტება მუსიკა ახსენე ჰიპ-ჰოპის გულშემატკივარი რო ხარ ეგ ვიცი ნაწილობრივ ხო მეორე ნაწილი რა მეორე კი არა ალბათ რომან ნაწილად იყოფა ჟანრები რა ქართული სიმღერები არ მიყვარსო ქართულები ანუ ხო იცი რომ ადელის თამაშის დროსაც ცალკეც აი ნახე კუთხეში გაიხედე რა დევს ანუ აი გამოგინებ ხო ღიღინებ ეგ არ დაიწყო ნინო შულძეს სიმღერა ნინო შულძეს სიმღერას არ დავიწყებ და აი ხო ყველაზე ესეთი დიდი ნაწილი რას უკავია ხოლმე რომელ კულტურულ ნაწილს მუსიკიდან აუ მდგომარეობას გააჩნია აი ყველაფერს უსმენ მართლა რა ჯაზსაც უსმენ როკსაც უსმენ იშვიათად კლასიკასაც უსმენ წიგნის კითხვის დროს უსმენ ხოლმე კლასიკას რომ მინდა განმარტოვდე და ანუ არ რაღაც აი ეხლა მაქვს შეკითხვა ნახე კლასიკის მოსმენა ადამიანს რო შეეძლოს ორი ვარიანტია ხოლმე რა ან კარგი ნების ყოფა უნდა ჰქონდეს რომ ბოლომდე ჩაწვდეს ან რაღაცა კავშირი უნდა ჰქონდეს კლასიკურ მუსიკასთან. ხა მე ფორტეპიანოზე რომ დავდიოდი, ნუ ასეთ ვისე მქონდა და ნუ კი, ყოფილა მომენტები რომ მოცარტიც, რახმანინოვის მომწონს, მაგრამ აი ხა რომ დავიჯდე ესე ვერ მოусმენ. ყველაფერს ვერ მოусმენ. აი საიდან როგორ იცი? კლასიკასაც ძალიან ნეიტრალურს უსმენ რა. აი ვივალდის უსმენ, ან რაღაცა ნაწილობრივ კომპოზიციას უსმენ, სადაც სიმშვიდე უფრო არის რა და ნეიტრალურობა. ანუ ის რო კომპოზიცია მე შევიგრძნო და აი ჩაიკოვსკი რო არის და სიმსიმე რო არის რაღაც ჩოპენი რო ეგ არ არის რა. უფრო კლასიკას უსმენ იმიტომ რომ აი სიმშვიდე მქონდეს და რაღაცა მას შემაწუხოს რა. ხო, ups and down-ები არ მოწონს, უნდა იყოს ერთი ისა, ოკეი. შეგინიშნავს 21 საუკუნეში განსაკუთრებით ფეხბურთელი უნდა იყოს ინფლუენსერიც, უნდა იყოს წვრთნელიც და ბევრი კიდევ სხვა რამ რომ გარდა მინდორზე თავის გამოჩენის, თავი გამოიჩინოს მინდვრის გარეთ. ანუ იცი რა არის. აი ხა იცი რა კითხვა დავსვი დაახლოებით აი ენგოლო კანტე 21 საუკუნეში რამდენად მართებული ტიპაჟია მეთქი არ დაეგეთები ხო დღემდე მოგწონს ხალხს მაგრამ აი ზუსტად რა მაგას გამოყოფ რომ აი ვერ იტყვი რომ უნდა იყოს ფეხბურთელი ინფლუენსერი, უნდა იყოს მწვრთნელი, უნდა იყოს იმიჯი, იმის გარდა რომ ფეხბურთელი იყოს რა და
ცალკეულოდაც რო აიღო, როცა ხარ ფეხბურთელი, რატო არ უნდა იყო ეგ ყველაფერი რა, როცა გაქვს მაგის საშუალება. ანუ იდეაში შენი თავის პიარიც არის, უფრო ფართო მასებზე გადიხარ, ალბათ რა და კი ანუ კანდა კიდე ისეთი მაგალითი არის, რომ თავისი სიმდაბლით უფრო მიაღწია რაღაცა პოპულარობას იმასთან ერთად რომ ფეხბურთელი არის, იმიტომ რომ ხო რაღაცები ქარხანაში რომ მუშაობდა, რაღაცები ისტორიები რაც არის რა. ხო და ალბათ ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს რა. მაგრამ თავის ხრივ იცი რაში ვცდებით ხოლმე? შენ თუ პირობითად ეხა TikTok-ზე წაიცე, უკვე განიშნავს იმას, რომ თავდაბალი არ ხარ. აი მაგაში ვცდებით ხოლმე ძალიან. აი ვიღაცა რომ გამოვიდა. ხო, ამან რა უნდა გააკეთოს და აჰა ეს ეხა ალბათ ამას იღებს და ამ რა გონიათ რომ არ შრომობ და და შენ 1:30 დუბლი ჩაწერო რომ შენ ეს გეცეკვა და ალბათ 30 კი არა 330 საბალენკას თემა რო არის ხა რა ჩოგურთის ამოში რაღაცებს რო ცეკავს და აი TikTok-ზე რა ვიბოლდონი. პირველი ნომერია და ზუსტად 3 წუთი წაიცეკვა ხო და დადო რა. გარდა ამის რამდენად სჭირდება ფეხბურთელს რომ ძალიან ისეთი შეკითხვა ხა. უაზრო შეკითხვა, მაგრამ ფსიქოლოგიაზეა შეკითხვა, რამდენად სჭირდება ფსიქოლოგია თქვენ ფეხბურთელს, რომ ის კი არა რომ ფსიქოლოგი გჭირდება. ის კი არა რომ რაღაცა ვიღაცისგან გაიგო, ანუ შენი თავის ფსიქოლოგი რომ ხარ, რამდენად გჭირდება რომ უშუალოდ როგორც ფსიქოლოგი მოგადვით შენ ინფორმაციას, ეგეთი ინფორმირებული იყო, ანუ თითქმის რომ რაღაც კურს დამთავრებული უნდა იყო ამ საკითხში. ეგ არის გამოცდილების ამბავი არის რა, რომ შენ ფსიქოლოგიური რაღაცა ცნობიერი მოგდის მაშინ, როდესაც რაღაცებს სწავლობ და მე კითხვებს ვამ რა და ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანია ხო ფსიქოლოგია დღეს, რომ ეგ შეგრძნებები შენ სწორად მიიღო და სწორად დაამუშავო. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ მზაობა უნდა გაგვაჩნდეს ფსიქოლოგიური და ეს უახლოესთან რომ მოვიყვანო რა, საფრანგეთის ამბავი რომ მოვიყვანო, ჩვენ გუნდში გავაკეთეთ ის, რაც დაუშვათ სხვებისთვის რაღაც მომენტში შეიძლება რთული ყოფილიყო რა და ეს პერიოდი ისეთი არის, რომ ფსიქოლოგიაზე ბევრს ფიქრობთ და ყველას გვაქვს ტვინში ის აზრი, რომ სწორად გადავხარშოთ რაღაცეები რა და საფრანგეთთან წაგებული თამაშის მე რომ პორტუგალიასთან ეგ განწყობა კი რაღაცები ისე არ დაალაგდა, მაგრამ მართლა სხვანაირად იყო შიგნით რა და მართლა სხვანაირად გავედით პირველ წუთზე, მეხუთე წუთზე თუ რაღაცა მოხდა, პირველ წუთზე სხვანაირად გავედით რა და ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ძალიან ტენდენციაში არის, რომ ფიქრობთ მაგაზე და ვცდილობთ, რომ სწორი კითხვები დავუსვათ და მე უპასუხოთ მაგ კითხვებს რა. თუ გახსენდება ყველაზე ესეთი ტრეშ თოკერული დღე, სათამაშო დღე. არ მიყვარს, ეგეთი ამბები არ მიყვარს. სულ აი ვიღიმი და უცინი ეხას ეს კაპიტანი რომ მოვიდა ჩემთან ხო და რაღაცა ის რო იყო უბრალოდ ხელი რო დადის მაგიტო დაცვის ინსტინქტი ჩამერთო რა თორე ანუ არ ვარ ეგ ტიპაჟურად რომ ჩხუბი და ისე როგორ ფიქრობ ხოლმე ქონია თუ არა მომენტი მაგრამ შეგინებას მარტივად ატარებ მოწინამდე გუნდის ფეხბურთელისგან აუ რავი მეცინევა ხოლმე რა ხო ნუ რავი მეთი რა დღეში ხარ რომ მაგინებ ეგ ამბავია რა ოკეი ძალიან კაი ესე იგი ხო აი როგორ არის ბევრი გასაგანი მექნება პატრიონზე ესე იგი დაგეხა ხო და როგორ არის ხო იცი რომ მე რომ გავუღვიმებთ რომ ეთქვი რომ რატო კადრულობ ეგეთ რაღაცას რა რომ აი რატო გიზევს ეგეთი რაღაც გაკეთება ზუმიდა ჩამარტყი მეთქი და რაც კიდე ისქენი მაგრამ მეთქი ეს სიტყვის მეთქი რატო რა დამშვიდდი თუ შეიძლება რიტუალებზე ხო არის ხოლმე სულ შეკითხვები და შენ რა გაქვს ისეთი რომ აი თუ არ გაკეთე თამაშზე არ გავხვალ თუ არაფერი არ გაქვს ეგეთი არაფერი ძალიან კაია ანუ ეხა იცი რამდენი ხანია ფეხბურთელი არ მინახავს ვისაც ეგეთი სპორტსმენი არ მინახავს ვისაც რიტუალია წინა სამაჩო რიტუალი არ აქვს რომ აი თუ არ გააკეთე აი მარჯვენა ფეხი თუ არ დავდვი არ ხო ვიცი ოკეი ეგ ეგრე იყო სხვადასხვა ხო მეც როგორ ვარ ხო იცი მომენტები არის ხოლმე რომ ტიპი რომ მეუბნება რომ აი ეს ბუცი რო გეცვა ეხლა ეგ ჩაიცვი პირიქით ის რა ხო ანუ ეგეთი ისიც არის ყველაზე დიდხანს რაზე ფიქრობ ხოლმე რა უნდა იყიდო მაღაზია აი საიდან გამოვხდი ხო ეს იქნება სუპერმარკეტი და შენ რაღაცა ის გინდა თუ ეს იქნება განსაცმელი აგროფაბი გამიხსნეს და ალბათ 9-ზე შევდივარ და 10-ისკენ გამოვდივარ დავდივარ რა იმენა დავდივარ და ისეთი გაგიდო და ბოლოს თუ არის როგორ სულ ვარ ხოლმე რომ წინას არ ვიყიდო დაახლოებით 3-4-5 ერთი კვირის საჭმელი რა უხეშად რო თქვა და დავდივარ და ვფიქრობ რომ აი პირველ დღეს რა უნდა ვჭამოდი საუზმეზე მერე დავუშვათ სადილი მერე ვახშამი მერე
დაიწყებოდით მეორე დღე იგივე საუზმე და ესე რა რაღაცა იოგურტები, ხილი, აბა მაგას გიფიქრებდი 1 საათი. ხო რა. ერთი კვირის არა ეგრეც არა ეხა 1 საათი. ძალიან უტრირებდი ხო 1 საათი, ანუ 1 საათი შენ განსაზღვრე, აი ხვალ დღის სამჯერად იყვება, ზეგის, მაზეგის მეთქი დაახდე. ნუტრიციოლოგის აყვანა მინდა თქო და ეგრევე გიკავშირდებოდი. და ტანსაცმელზე? აუ ტანსაცმელი ძირითადად ვიწერა Farfetch-ში დავიწერ ხოლმე. შოპინგი გიყვარს ისე? გამოწერას არ გულიშ, აი უცბად რო შეგაგდო მოლში და დაიწყო. კი. ანუ ადრე ვიყავი, აი მართლა გიჟი ვიყავი რა. 1-2 წლის წინ რომ შეიძლება აი ეხა თუ წიგს ვკითხულობ და მუსიკას უსმენ და გარეთ შეიძლება გავისეირნო, ადრე ავდგებოდი და გადავიდოდი და City Mall-ში რაღაცას ვიყიდიდი რა უეჭვად. და აი ამ საყიდლებში ყველაზე მეტად რა ჭარბობდა? ყველაზე მეტს და ხშირად რას ყიდულობდი? ფეხსაცმელი იყო ეს, შარვალი იყო თუ ტანსაცმელი? რა მე მაგალითად Jordan-ებს და Air Force-ებს ყიდულობდი ხოლმე სულ. აი ზოგჯერ დედა ჩემი რომ მეღადავებოდა რომ შვილო ის არის როგორ ქვია მაისური არ გაქვს და შარვალი და რას ყიდულობ მე ახალი მაისურები მიყვარდა რომ რაღაცა კონკრეტული დღეები იყო რომ დაუშვათ ეხა რომ მივდივართ პადელზე მინდა რომ ახალი მაისური მეცოს რა ან მაგის დამარცხდე რაღაცა ეგრე არა პირიქით დაუმარცხებელი მაისურით რომ მივიდე რა ხო, სხვათა შორის ის მაისურები მიჭირს ხოლმე რა ძალიან. არდა ხო ყველაზე მარტივია. აი, ნახე, თუ მე ფეხსაცმელი მაქვს საყიდელი შევალ, მაგრამ მაისურის გამო არ შევალ. ან ბარე მაისურს დავიცვა, მაგრამ მაისურის გამო არ შევიდეთ. ესე იგი გასაგებია, შენც კარგად ყვარებია აი გამბები. კი. რაზე ჩხუბობ ცოტა ისეთი აი რაზე ბუზღუნობ ხოლმე სულ რა. ბუზღუნებ ხოლმე. რაზე ბუზღუნებ ხოლმე ყველაზე ხშირად. აუ სხვათა შორის ძალიან ბევრს ბუზღუნება. რაზე? მოედანზე რა ძირითადად სტადიონზე აი დავალებას რო არასრულებენ და რო ხედავ რომ უბრალოდ უნდა გადაიზუნძულოს და ყევი და ხო ანუ ელემენტი რასაც მე გავაკეთებდი დაუშვათ რა რასაც მე არ გავაკეთებდი მაგაზე არ ბუზღუნებ არასდროს აი ტიპს ესე ვერ გავუტრაგებ რომ გოლი უნდა გაიტანო რა მაგრამ აი ხო 5 მეტრი რო წინ ნაბიჯი გადადგა მაგაზე შეიძლება უთხრა რომ რა გჭირს რა ეგ ამბავი რა მაგაზე ბუზღუნებს ცხოვრებაში უგემური საჭმელი არ მიყვარს ეგ ვისო ხო და მოიცადე ხა უგემური საჭმელი არ მიყვარს ხო არ მიყვარს და მაგის გამო არ მიყვარს სიცარი და არ მიყვარს არა მაგის ხო ბუზღუნებ რომ აი რა არის რა ეხა უცბად რო საქმეს წავიდეთ და დაიწყებ გარჩევას ახო და ანუ ვერ მაგიტო ბუზღუნებს ზუსტად ჩხუბს ვერ იწყე და ბუზღუნებ რა რომ აი ავი რა კაი გარდა ამის მაინტერესებს იბერია 2 ესე მიწერია ერთი თამაში იყო როდესაც არ ითაკილეთ და ეს ხშენთვის კი ჩვეულებრივი მოვლენა მაგრამ ჩვენ როგორც და ჩვენს რო თავი დაგვანებო სპორტის ჟურნალისტები რო გაიგებენ ხო იცი რაღაცა ისე რო უყართ ხოლმე წერტილიდან სპილოს ნაბიჯის გადაკეთება უცბად რო არ ითაკილეთ ეგ კაი ამბავია იბერია 2-ს დაემატეთ შენ და შენი ძმა როგორ მოხდა რატო და კიდე ერთი დაემატა ტაბატაძე დაემატა მგონი თქვენთან და მეორე თამაში იმიტომ რომ მოიცადე მას შენ დაგემართა რაღაც თუ ოთოს სატკი დამუხლებიათ კი და ხელოვნურზე რო ვითამაშე იდეაში როგორი ამბავი არის ხო ნუ ვიღაცისთვის შეიძლება უბრალოდ რაღაცა იყო მაგრამ როცა კარგი სეზონი გაქვს მაინც სატრანსფერო ფანჯარა რო იხსნება ელოდები რომ რაღაც გუნდი გამოგიჩნდეს რა და მართლა ცოტა რისკის ქვეშ დავაყენეთ ჩვენი კარიერა რომ შეიძლება რაღაც გუნდი გამოჩნდეს და იმის შანსიც არის რომ ამ გადატვირთულ გრაფიკში კიდე 2 თამაში ხელოვნურ მოედანზე ჩაატარო სადაც მე მგონი თუ არცდები არ აქვს ეთამაშებოდით და ვიღაცამ შეიძლება გამოგისვას რა და უღირს ცოტა ცუდი ნათქვამია მაგრამ თავს მოიკლავს რომ იქიდან არ გავარდეს რა და მან რო დავემატეთ ეგ მოცემულობა გქონდა ზუსტად რომ იმდენად გვიყვარს კლუბი და მართლა გული და სულით გვინდოდა რომ აღზევებულიყო და მაღლა მეორე ლიგაში ეხა სადაც არიან იქ ყოფილიყვნენ აი გულით და სულით იყო ეგ ნაბიჯი გადადგმული და არა ის რომ ხო არა სხვა რაღაცა რა ხო და პრინციპში საწადელს კი მიაღწიეთ მაგ სეზონში ყველაფერი გააკეთეს გოლი გავიტანე ჯარიმი და გავიტანე ერთი გოლი და რა მოანათო არც დამედება ყოფილად სასწაულით ჯარიმა გაიტანეს და მე პენალს რო ვიკიდებ ეგ გაქნა ნახე პენალს განახებ მე როგორ ვიკიდებ კიდე მეორე თამაში
სადაც მოვიგეთ. ბოლო წუთები მაქვს ნანახი. ნუ ახლა ვერავის ვერ გარჩევდი. თან ბოლო წუთები მაქვს ნანახი და ბოლოს რო იქ კარის გვერდით ხაზზე რო შევარდით ყველა ერთად. ნახე, მე ვიყავი მაგ მომენტში აუტის ხასთან ვიყავი რა და წყალს ვომდი. და ვეუბნებოდი რომ მეთქი უეჭველი აიღოს, მეთქი შანსი არ არის, მაგრამ მეთქი რა ცუდად აიგიდა ეს პენალი რა და ზუსტად ეგ მომენტი არის რომ საჯი ძახის ვამთავრებო რა დამატების საშუალებას არ მოგცემთო ეგრევე ვჩაუსტონო როგორც კიო პენალი დაირთმება სულ კუთხური იყოსო რა და აუ მეც გამისწორდა რა რომ იქ ვიდექი მეთქი თუ მაინც შეაგდო მაგრამ აქ ვიდგები აღარ ჩამოვალ თქო და ისეთი თაღლილი ვიყავი წარმოიდგინე რომ ვერ ჩავედი იქამდე რა რომ ყველა აღნიშნავდა რაღაცა და ვერ მივედი იქამდე აი მართლა ყველაფერი ჩავდე რა იგორ თამაში თუ არ იქნებოდი ფეხბურთელი, ვინ იქნებოდი? ტენისის მოთამაშე არ მიიღება პასუხად. ტენისის მოთამაშე არ იქნება. აუ სახლში წამოწევოდი სიამოვნებით და ეგრა პროფესია. ოთო ითამაშე და მე წამოწოლილი იქნე. არა, ვერ წარმოვიდგე ვერაფერს, იმიტომ რომ მე სხვა რაღაცებზე ბევრი რაღაც მიყვარს რა, აქტიურად ასვენება მიყვარს ყველაზე მეტად და ალბათ ნებისმიერ სპორტს ვითამაშებდი, რაც სიამოვნებას ან რაც უფრო კარგად ნორმალურად რა, კარტობის ამბავში ხა სამოყვარულოდაც ვერ თამაშობ ეგრე, მაგრამ ასე თუ ისე გამომდის. ბარემ მოახსენეთ ოთო რა შვება, თქვენი ყოველდღიური კომუნიკაცია როგორია? ყოველდღიური კი არა, ალბათ, რავი. საათში ერთხელ ვრეკავთ, რომ აბა რა შვები, აბა რა ხდება ახალი. ეხლა უწევთ მაგათ მოსამზადებელი დაიწყეს და ძალიან ხშირად კარგ გუნდებთან აქვს თამაში და ზრდის რა იქ პროცესი ძალიან მაგრად და ყველაზე კაი ის არის რომ ალბათ მე რაც შევამჩნიე რა ევროპის ხალხამალი კავშირი არის ევროპის დონეზე და საქართველოს დონეზე ყველაზე დიდი განსხვავება რაც არის რომ საშუალება გაქვს იყო პროფესიონალი რა და არც გაძლევენ იმის უფლებას რომ შენ რაღაც სხვა გზაზე გადავიყვიო რა და ეგ არის ალბათ მე რაც ჩვენ რუტინას ვეძახით, მაგ რუტინაში გაგცევს და ეგ რუტინა გაძლევს მე განვითარებას რა. ის არ არის რომ მოგბეზრდეს ეგ რუტინა. შენ როცა ხედავ განვითარებას, მე კიდე უფრო სტიმული და мотиваცია გეცემა და აი მაგ პროცესში არის რა და ყოველდღე უყურებ როგორ იზრდება და იზრდება რა. მე ხარ გშურს ხოლმე. რავი ერთი სული მაგ რავი იქნებ იქვე სადმე მაინც ჩავიდე თუ 20 გუნდში არა. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ძმების ურთიერთობა როგორც ძმაკაცების. მე ცოტა განსხვავებულად უყურებ ხოლმე რა იცი? მე შედარებით უმცროსი ძმა მყავს, მაგრამ ჩემს მეგობრებსაც უმცროსი ძმები რო ყავთ, ეგრე ძმაკაცურად არიან და მე ცოტა ეგრე ანუ ძმაკაცთან უფრო ძმაკაცურად ვარ, ძმასთან მაინც ისევა რაღაც. და სულ ეგ მაინტერესებდა ხოლმე, თან ახლა ბევრმა ხო გააკეთა პარალელი რაღაც არველაძეები ერთი და ნუ დანარჩენი უკვე მეორე ტყუპის სალი გამოჩნდა საფეხბურთო სივრცეში, ქართულ სივრცეში, მე მამა გეიშვილები და ალბათ არ ვიცი ერთნაირად და ერთად რო გაიზარდეთ მან იმიტომ რომ მე პირობითად ეგრე მგონია შეიძლება ვწდები რომ საერთოდ ხო ხა რადიკალურად განსხვავებული ტიპი ხარ შენ ისიც და რაღაც შეხედულებებში ემთხოვით მაგრამ ისიც მაგასურად მაინც ვერ ვიქნება აი ძმა იქნებოდა რა რაღაცა პროცესები რო არ ყოფილიყო კი აი ერთად გავიზარდეთ რავი აკვანში ერთად ვიწევით ბაღი სკოლა ფეხბურთი ნებისმიერ ეტაპზე რა 10 წუთით უფროს რომელია მე ვარ ხო ერთად გავიზარდეთ რა ანუ არ ვთვლი რომ კიდე ეგ პროცესი ყველაფერთან ერთად ის არის რომ ჩვენ მართლა ესეთი ურთიერთობა უნდა გქონდეს რა რაღაც ეტაპზე ალბათ ერთმანეთში ვიპოვეთ ის საერთო ვიღაცებს რომ ერთი ადამიანი გონივარ და შენც რო ესე ხარ ის არ არის ეგრე რა რაღაც მომენტში ვიპოვეთ ის მსგავსება ვიზუალის გარდა შინაგანად ხო რა ძალიან დავახლოვდით და რაში ძალიან ჩავაჭირეთ რა და ხო ეგ არის რა ალბათ რა რომ სადღაც ვიღაცა სხვანაირად ხედავს რა ისე მე გულწრფელი რო ვიყო საერთოდ ვერ ხვდები ქართულ ხალხს არველაძები ერთმანეთში რატო ერევა? აჩი დაშოთი. ნუ მე ძალიან ალბათ აჩისთან რომ მომიწია ჭიდრო კომუნიკაცია მაგ კიდე სალკი გამიწვა, მაგრამ ბავშვიდან მივარჩევდი. თქვენი მიჭირდა. რაღაც მომენტში მიჭირდა. თქვენი უფრო მიჭირდათ ხო მაგის თქმით. ეხლა წარმოუდგენელია თმას რა ვიცი თუ ეგრე არ გაიზრდი შენც ოკეი, მაგრამ არა გადაიპარს ერთი ზუსტად. რამდენი ხანია? სურათს განახებ 1-1 ვართ ორივე. როდის გადაიპარს?
არ რო ჩამოვიდა ნაკრებში ერთმანეთს ხონდა. ეს მე ართულებთ ამ საქმეს. არა, კაი, გუნდით ხო გაგარჩიათ. აქ თუ შეგხვდისადმე ოთო ვერ იქნება ფიზიკურად. ოთო ვერ იქნება, ხო. ასე რომ ხო ეგ პატარა ის იყო ხოლმე ჩემთვის გაუგებროა, სულ ვერ ვარჩევდი ხოლმე. მე ნომრით ამოღამდი და მე ბუცებით გამოღამდით ხოლმე რა. ანუ ბუცებითაც სანამ ტელევიზორში დავინახავდი, ჭირდა ხოლმე. 24 საათი შენი როგორია ხოლმე ვარჯიში, ნუ გავიგეთ ციგნის ყიფას. აი როგორ ამენეჯმენტებ ყველაფერს. ერთი ისეთი იდეალური 24 საათი რა იყო, ხა შეიძლება უბრალოდ ივარჯიშო, თელი დღე გეძინოს მე და საღამოს ადგე და კიდე ივარჯიშო ან დაისვენო, მაგრამ აი იდეალური 24 დახუნძლულ, დატვირთული ყველაფრით. ხო, მიყვარს ადრე ვარჯიში მიყვარს. დილით ვივარჯიშებდი ალბათ, ცოტა ხანი დავიზინებდი, დავისვენებდი. მე ძალიან ცოტა საუბარ წავიკითხავდი და ბოლოს გავიდოდი, გავისეირნებდი სიამოვნებით და კი. რაღაცა ეგეთი განდურცის ამბავში რა. ეგ დღე არ მომბეზრდებოდა ალბათ თვეები რო გაგზელებულიყო რა. მეც როგორ მაქვს ხოლმე, შეიძლება მე ძალიან მიყვარს. შეიძლება მე ცოტა უაზრო დროებში, მაგალითად შეიძლება ღამის 3-ზე ადგე და გავისეირნო ლისზე და დავარტყო. შენ უნდა გეძინოს, ხო. არა, მანამდეც, მაგრამ იცი რა მაქვს ხოლმე 3 წრე ხო, დილით რო ვიყარ 900-ზე. 900-ზე რო ვიყარდი. აღარ პრობლემა ის არის ხოლმე, რომ სეირნობა შეიძლება იმიტომ დამეზაროს. რომ ფეხები მткиვა, აი ვარჯიში რაღაც ორი ვარჯიში ჩავატარე და ფეხები მткиვა. ეხლა წარმოგიდგენთ ფეხბურთელი რო ვიყო, ალბათ ვინატრებდი საქართველოში ხოლმე ნაკრებს აქვს, ხო ის? რა ქვია მაგდანად გარს, ფეხებზე ამოსაცმელი როა. ამ თელი ის რომ მიდის ხოლმე პროცესი მათ ქიმიური და აღდგენები რომ ის პატარა ჰემატომებსაც რო ბევრი ეგეთი რაღაცა ნორმატიკები არის, game ready არის, კონკრეტული ისინი არის, რა ქვია. აი სულ მაგას ვინატრებდი მე. მაგის გარეშე, ან ვარჯიშს მე მაგით თუ არ აღვიდგენდი, არ გავისეირნებდი. ანუ ფეხებს ჩამოდიხარ და სახში გამზადებული. უეჭველი, თორე ფეხებს ხო ის ფეხებს უნდა გაუფრთხილდე ძალიან რა. ხო არა, იდეაში ეგრე ხა 3 წლის 10 კილომეტრს ვერ ვისეირნებ. მაგრამ მოდი ხა ეგეც თქვა და ვიქნები ობიექტური, ხა თქვენი მომზადება და თქვენი ხა სულ ტონუსში ხართ და მე გეუბნები ამას, ავიცი. ხო ან ჩემთვის არაფერი არ არის, პირიქით ხო გეუბნები, რომ იმდენად მიჩვეული ვარ მაგ ვარჯიშს ყოველდღიურობაში, რომ ორგანიზმი ითხოვს, რომ რაღაც პადელი ვითამაშო, რაღაც ტენისი, აქტიურად დავისვენო. არ ვიღლები ხოლმე სხვა. ხო არა, მეც 4-5 საათი ვითამაშია პადელი გადავმოვა. ხო, არა, კაი ის არის რა. თან კარდიოა, თან აღდგენა. აღდგენაში ცუდი არ ყოფილა მე. მე უბრალოდ ის ზარმაცი ვიყავი ხოლმე. აღდგენაც მე სწრაფი აღდგენა მაქვს. მაგალითად ეხა უცბად ესეთი რაღაც მაქვს, რომ გამოიგონეთ ხო შენი ფეხბურთელი. თუნდაც FIFA-ს კარიერა დაიწყე და აი მოდი დავიწყოთ ეხა. ბევრჯერ ალბათ გინახავს ხო რაღაც აი ვისი მარჯვენა იქნება და ვისი მარცხენა და მიუყვეთ. მაგალითად. საიდან დავიწყოთ? თავიდან თუ ფეხებიდან? საიდანაც გინდა. მოდი თავიდან დავიწყებ ჭკვიანი კაცი ხარ და ჭკვიანური ფეხბურთელით ესე შევა. კაი, თავიდან დავიწყებ მაშინ ვისი აი ფეხბურთელი შევქნათ და ვისი თავი იქნებოდა მხრებზე ჩამოდგმული? ო, ინიესტა რა. ინიესტა. ისე კაია ხომ, ანუ ბევრი აღარც გამათებს ხომ, ინიესტა ესე დაბალანსებული. ანუ რაღაც ან ხერხემალისავით წარმომიდგენია რა, ტვინის ამბავში. ფიზიკური კონდიცია? ფიზიკურად ვინ იქნებოდა ეხლა? ტრაორე და სან მაქსიმინი არ. არა, მე ეგეთ ფიზიკას ვაფშე არ ცნობ რა პირიქით. ვინ იყო რა, სვეჩ კანტე იყო ისეთი, ვინც აი რო უყურებდი არ ჩერდებოდა რა და ეგეთი ეგეთი ფეხბურთელები ჩემთვის ძალიან მისაღებია. შეიძლება დაბალი იყოს და ის ორთაბრძოლები მიუხედავად მაგრამ იგებდა იმ ორთაბრძოლებს. იგებდა მის მაგას ვამბობ რა, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად არ იყო ისეთი, იგებდა და არ ჩერდებოდა და ეგ ფიზიკა ჩემთვის უფრო მისაღებია რა. სისწრაფე? ელანგა რო არის ხა მაგარს კარბის მემორიაში ელანგა დავტოვოთ? სხარტი არის ხო რა, სხარტი ტიპი არის ხო, ეხა ბაპეს და იმას რომ ცოტა ისე განსხვავებული ხონდა თქვა. მე ვიტყოდი მაგარი გაიქცა. არ მახსენ ვის ვიტყოდი, არ თან გახსენებ რო იგი არ უყურებ მე ფეხბურთს. დრიბლინგი? მესის გარდა. აჰა, მანდაც გზღუდა მაშინ თუ ეგრე. ხო, მეს არ ვამბობდი. აი რონალდინიო იყოს რა, იდეალური. ნუ მაგით დავიწყე ფეხბურთი და იყოს. ოკეი. და მემარჯვენე იქნებოდა თუ მემარცხენე? მემარცხენე ვაფშე სხვა არის. მარცხენა. მარცხენა და რომელი მარცხენა იქნებოდა? ისევ მესი არა.
ვის ქონდა განსხვავებულად საოცარი მარცხენა? მე ვინც მახსენდება, აქ გინდა გითხრა? ხა რობერტო კარლოს არ ვიტყვი პირიქით, აი ტექნიკური გინდა ცოტა ისეთი. მე ერთი მე თან იცი რომელი ფეხბურთელი ჩემთვის საყვარელი ფეხბურთელია ერთ-ერთი. მაჰრეზი. მაჰრეზი? ხო, მაჰრეზი გამახსენდა. მაჰრეზი შეიძლება არც ხო, კი. ირჩევ მაჰრეზს? ხო, იყოს მაჰრეზის მარცხენა. ასისტი მოგეც. კაი. ეხლა მე კაი რაღაც მაქვს. შენთვის გამზადებული. აბა. ეხლა აქ რაღაცები არ უნდა მოიტყუო რა, ამას მე ამოვანათეთ. ფოტოები მაქვს? დეტექტორი ხო გვაქვს? დეტექტორი გვაქვს. ნახე, არ გადადიხარ, ჯერ ამ ფოტოს ნახულობ და მე ვინაობასაც ნახავ. შენ უნდა გამოიჩნო. აქ არის ერთი წუთი. რატომ მასწრებ რაღაცებს? ეს დავიწყეთ მაგრამ. გავიგეთ მაგრამ ეს აიღე. და ხა თან მეც ნელ-ნელა გიყურებ. ანუ შენ ხარ თუ შენი ძმა ეგ იქნება. თან ან მეჭიროს და ამოვარდება თუ კამერას კი, არა, ამოვარდება. ეგ არის და მე ვარ თუ ჩემი ძმა? ხო, და მე მაჩვენე ხომ. უმარტივესია. აბა რა უნდა მექნა შენი ხარ თუ ვინმე სხვა პეტრე და პავლე თუ როგორ არის გამა? გადავედით. მაჩვენე რომელია? ეს. ოკეი, წავიდა ვინ არის? ოტკა. რა თქმა უნდა. გიზი. აი ესე გადავალო პირდაპირ ვიტყვი. ოკეი. ოთო. ერთი წუთი? ოთო. არ ვიცი რომ მე ვარ ხა. აკიცი რა უნდა მექნა. შეიძლება გახსოვდეს ვინ რომელ ადგილას გახარ. ეს მე ვარ. რივერსი უნდა გამეკეთებინო. არა, მაინც ხვდები, ან მხრებით რაღაცა ხელით ყველაფრით ხვდები. 11 ნომერია კი შენ. ოთო. არა, ზამარტი. მე რა მეგონა ის ერთ წუთი. დავფიქრდებოდი, მაინც. ან ჩამიგდო. იცი რა უნდა გამეკეთებინა ეგეთი რომ ვიცოდე. ხო, მინიმუმ ისე უნდა გეკნა რომ იცი რა უნდა მეკნა ყველაზე ბუცები უნდა შემეცვალა ერთი ეგ ვარიანტი. მაგრამ აქაც ანუ ამას რატო იმახსოვრებ ვერ ხვდები. არა, ანუ გაბარიტებით მივხვდი რომ შენ. ხო, ანუ აუგუხი რა. მოკლედ ჩემი და დიზაინერის გამოგონება აი ერთ წამში ჩამიყარა ერთ წამში ანუ თან როგორ ქონდა იცი ეს ის რაღაც დაალაგებული გონებაში რომ მეთქი ამას ისე გავაკეთებ რომ ჯერ არ ვიცი ხა ლაშას მივცე მაგას სამონტაჟზე როგორ დაჭრის მაგრამ იმდენად სწრაფად ეს ეს ოთო ანუ არა რა თქვია შენ და ოთო გეუბნა უნდა იფიქრო კაი არა კაია არა ხო მე ავირიე ანუ ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ნომერი იმიტომ რომ ხა ეგრე ვერ ხვდები ეგრე შეიძლება ჩემ თავსაც ვერ მივხვდო და მოდი ბოლოსკენ გავიდეთ და სანამ ბოლოსკენ გავალთ გავაკეთეთ ესეთი რაღაც შენ მაინტერესებს თუ გაქვს ცხოვრებაში რაიმე კოუთი რომელსაც სულ იყენებ ხოლმე სანამ ფიქრობს ისევ ორი გათხა კუპრაძის 52 ნომერი და 4 სახის კრაფტ-ლუდი ეს კრაფტ-ლუდები უნდა აუცილებლად წავიკითხო ხოლმე ლაგერი პილსნერი ხორბლის ლუდი და APA და ასევე გვაქვს ევროპული და ქართული სამზარეულო ხინკალზე ვთანხმდებით კი ბატონო მაგრამ ვერ გიტყვით ვერაფერს ჩემი ცხოვრებისეული კოუთი არ არის? არაფერი არ გამაჩნია საერთოდ. მაგეთქვა მარტივად დათათბითაში არაქენი გუნდა ეს და ორჩებოდა მანდ ყველაფერი. მაინტერესებს შენ ბავშვობაში სადმე თუ გიცდია შენი თავი შეხვედი და გამოხვედი ორ კვირაში ან ერთ კვირაში. არ ყოფილა აი კარატეზე ხო არ შესულხარ რაღაც. არა. არაფერს. საერთოდ რამდენი შეხვედი ბაღობიძე? 6 წელს ვიყავ. არა ძალიან მარტივი ის სპორტი. ო, ეგრე. სპორტი არ ყოფილა ესე იგი. და მაინტერესებს კიდევ ესე გავიდეთ ბოლოსკენ. სანამ ჩავერთვებოდით კამერებს ჩავრთავდით, ჩვენ ვახსენეთ ქუჩის ფეხბურთი უბნებში. და შენ მოიყვანე რაღაცა მაგალითი, სადაც რამდენიმესთან ერთად, მეც ფუტზალში რომ მომიწია ჩემი გუნდელები იყვნენ, რაღაც აქეთ-იქით თამაშებს უყურებდი ხოლმე და შენ და ოთონას სამონები იყავით ხოლმე და თან ეგ გითხარი რა პერიოდი იყო ხოლმე რამდენი წლისები ვიყავი და თან თქვი რატო შეიცვალა და რა უნდა ვქნათ რომ ისე ბავშვები დაუბრუნდეთ სტადიონებზე აუ ხო ადრე ხო ის პერიოდი იყო რომ ბავშვები ველოდებოდით ყოველთვის როდის მორჩებოდნენ უფროსები რომ ჩვენ შევსულიყავით მოედანზე რა ეგ იყო ჩვენთვის რაღაცა ის დღესასწაული იყო რომ დროზე ადრე მორჩებოდნენ დაუშვათ თამაშს რა პერიოდში მოგვიწია ალბათ 13-12 წლის შეიძლება 14-ისაც ვიყავი
ეგრეთ წოდებული CK რო იყო, არის უფრო სწორად, მან როგორ თამაშები იყო, იცი, აი უბნები იყო, ნახალოკა, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა და პროფესიონალ აი მართლა ნუ ყველას გაუგია, ნუ ქურდაძეები იყვნენ, კეკელას გუნდი იყო, ფუტზალის ბიჭები იყვნენ ნაკრებიდან, ნამორაჯო, აი რა ბევრი იყო რა ისეთი რა, ვინც ხიბლში ჩაგაგდებდა, რომ აი ფეხბურთი არ არის მარტო 11-11-ზე და აი ქუჩაში შენ რასაც დაინახავ და ისწავლე კიდე უფრო გაგიღრმავებს, უფრო მოგეწონება და ერთი სული გექნება ვარჯიშიდან წამოხვიდე და კიდე ეზოში ითამაშო ხო რა და ეგ ეტაპი რო ქონდა მე მართლა მაგრა გამიღრმავა და გამაცნობია რა ის რომ ფეხბურთის იქით კიდე რაღაცა გზა არის, სადაც კიდე უფრო ღრმად იგებ რაღაცებს და ეს უბნის ამბავი დღესაც ბავშვებს რო ჩავდივარ ხოლმე ხშირად არის რომ უკვე ხედავ და მომწონს ძალიან ეგ ამბავი. ხანდახან არის მომენტი რომ ჩავდივარ და 3-4 ბავშვი ერთად ზის და ტელეფონებში რაღაცებს PUBG-ს თამაშობენ რა და ამ დროს მე რო მარტო ჩავდიოდი ცარიელკარში ვარ მითამაშე. მე ცარიელკარში ურტყავდი რა. ნუ ეხა ძალიან ისე შეიძლება გამომივიდეს. ეხა არის შეცვლილი რომ მაშინ რო ჩადიოდი ძველად, ნუ ეხა ჩვენ მაინც ეგ თავავართ, ჩვენთან ერთად რო განვითარდა კომპიუტერები. ჩვენ მაინც მოვასწრეთ რომ ფეხბურთი ვითამაშეთ და აი რო ჩავდიოდით თამაშიც და თამაშიც. ეხა ბავშვებს რო დაინახავ, კი დაინახავ 10 ბავშვს, მაგრამ ეხა უბრალოდ გაიზარდა მასობრიობა, თორე მაშინ რო დაინახავდი 10 ბავშვს, იცი როგორი 10 ბავშვი იყო, ისო ცკიფინა და წკაპაწკუპი რომ მიდიოდა. ზუსტად რა და ეხა როგორ არის წამოსული? ხარისხი დაიჭერს ხარისხი. ხო, ძალიან გაიზარდა. ძალიან გაიზარდა თვითონ სისტემურად სიყვარული ფეხბურთის, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ მასშტაბებზე გავიდნენ თვითონული კონკრეტული ფეხბურთელებიც, საქართველოს ნაკრებიც, ნუ გუნდებს ვერ შევეხები შიდა ჩემპიონატიდან, მაგრამ ძალიან დიდ მასშტაბებზე გავიდა და თუნდაც ის რომ დღეს ცენტრები, რაც არის, აკადემიები, რაც არის, ყველაფერი შევსებულია და ერთ წელს ადრე უნდა ჩაწერო ბავშვები რა. და ალბათ იმის იქით მოედანზე ყველაზე დიდი სიყვარული რაც უნდა გაგაჩნდეს არის ქუჩის ფეხბურთი. იმიტომ რომ ყველა სადაც რაღაცა აითვისება და აიღება ალბათ არის ის რომ დასაწყისი იყო იქ რა. შენ თამაშობ ხოლმე ხარ? ვერ ვახერხებ. ხო და ნახე ეგეც რო ვთქვა ხოლმე. მაგალითად უკვე კარგ 15-16 წლის ფეხბურთელებს რაღაც დოზირებას ყოველთვის მწვრთნელები აძლევთ რომ აი მოდი ეხა შენ უკვე შეიკავე თავი. კი, აი ეგ მომენტი არის ხოლმე ტრავმის პრევენცია. ეგ არის უნდა განასხვაო რა. თუ არის ის მომენტი რომ შენ დაუშვათ გააქვს მოსამზადებელ პერიოდამდე რაღაც დრო, წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ შეიძლება პერიოდულად ითამაშო, არა ერთხელ და 2-ჯერ, არამედ პერიოდულად რაღაც პერიოდი ითამაშო. და მაგ პერიოდში როცა ჩამოდიოდნენ ხა არაბა იყო, პარუსა იყო, გოჩოა იყო ჩამოსული ჩვენს რაღაცა ფუტზალის ნაკრებიდან მასტერ ლიგაზე 7-7-ს თამაშობთ და მინისოთს თამაშობთ ხო რა და ძალიან კაი თამაშები მიდის ხოლმე. მაგრამ მჭედლოსაც ვეთამაშე დიღომში ვერ მიგებს ვერავინო და ახალი წელი იყო მე მგონი 31 იყო და ხა მოხდა იქ რო იცოდა კვირის სიმბოლურში მოხდა მასტერი ხო ვიცი ნახ დაფოლებული მყავს და ნახავს სიახლეს ხო და იქ პერიოდი იყო რა რომ სულ თამაშობთ ანუ ახალ წლებზე როცა გაქვს დასვენება ან ხა ზაფხულში პროსტა ჩვენ არ გვიწევს ეგ ფუფუნება არ გვაქვს ყველა ჩემპიონატი ხო არის და ზაფხულში თუ ენახევარია დასვენება ზამთარში არ არის და ჩვენ არ გვაქვს ზაფხულში ხო რა ხო და ეგ პერიოდია რა ეხლა სანაკრებო პაუზები დაუშვათ რომ მენაკრებში არ იყო აუცილებლად ვითამაშებდი მინის იმიტომ რომ მართლა ბავშვობიდან შეყვარებული ვარ რომ უყურებდი რა გარემო იყო იქ ივსებოდა ეხლა შეიძლება ძალიან 200-300 და 400 კაცი იყოს ყველაზე მეტი რა მინის მოედანზე სადაც ტრიბუნები იყო მაგრამ ისეთი ხიბლი იყო ისეთი რაღაც მასობრივი რაღაცა იყო ჩემთვის რომ მინდოდა რომ მეც მეთამაშა იქ რა და ეგ სიამოვნება და ეგ რაღაც ნოსტალგიური რაღაცა მომყვება რა იქაც მინის რო თამაშობ რა და ჭედლოზე ვერ დაგამთავრებინე რა ჭედლომ ვერ მიგებსო ჩემობაში ვერავინო და თან დიღომში პატარა ის მინის მოედანი რო აქვს და მე მგონი ბექა იყო ვაჭბერა არაბა იყო ჭედლო და თომა იყო ტაბატაძე. მასივი რომელი? მასივი თუ დიღომს ვერ ვარ ჭედლოს უბანი რა. მასივი არის. ოკეი. სკოლის სტადიონი ხო იყო შემთხვევით? არა. აი ამ ჭედლოს უბანშია რა. აი ჭედლოს უბანს ხო მაშინ მეორე იქნებოდა თუ არ ვცდები მეორე ანუ
რობაქიძის იქით. ოკეი. ჩინგის რო შეგიხარ. ხო. და მან ითამაშეთ და ახალ წელს ვითამაშეთ 1-3 საათი და მოვიდა ეს 3 საათი რას ხოდსაც ითვალისწინებდა თუ როგორი? არა, მოვიგეთ. არა, ისე სამამდე ვითამაშეთ მე მგონი თუ რომდე ძალიან დიდი 1-4 საათი ვითამაშობდით და უყარეთ და მოვიგეთ. მაგრამ გასაგებია, მაგრამ კლასით როგორ მოვიგეთ. მაგიტო დავიწყე ესა. კაი, მადლობა, ძალიან დიდი რომ მოხვედი და მინდა რომ გისურვო წარმატება როგორც აქ და ასევე შენი ძმის და არა მარტო შენი ძმის, შენ ძმაზე უკეთეს გზაზე დამდგარიყო რა პრობლემა ეს შეშურდება, მე რეკი კონკურენცია, ძმებში კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი, ეგრეა, ფეგურტე. კი, სად მინდორზე მოწინააღმდეგე რანგში რო იქნებით, მოწინააღმდეგების არ დაუთმოთ ერთმანეთს არაფერი. შესაბამისად, ხო რა, ყოველთვის მით უმეტეს თქვენის თავობა ხართ, თავისი 21-ის ნაკრებით და ახალგაზრდული სულისკვეთებით, რომლის იმედიც ჩვენს ახალგაზრდებს და კიდე ზედა თავობასაც აქვს. იმიტომ რომ რაღაცები უნდა შეიცვალოს და დაგენერირდეს ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა. წარმატებები აქედან ფეხბურთში, აქედან პადელზე არა. წარმატებები შენც მწვრთნელობაშიც, პოდკასტებშიც, YouTube-შიც, ყველაფერში საერთოდ რა. მადლობა მოწვევისთვის. პადელშიც კარგი შველის წარმატებები. შეიძლება გუნდელები ვიყოთ ახლა პადელში, ეგეც არ არის გამორიცხული, ნახოთ. კაი, всё, ეგ არის, გავხატეთ.